პირდაპირ ეთერში. მზად ვარ ყველა პოლიტიკურ პარტიასთან ვითანამშრომლო ამ განცხადებით ლაშა თორდიას სახელმწიფო აუდიტის ხელმძღვანელად მუშაობას ოფიციალურად შეუდგა. 3 საათის წინ ლევან ბეჟაშვილის შემცვლელი პარლამენტის თავმჯდომარემ ქუთაისში წარადგინა. დავით ბაქრაძემ თორდიას გამოცდილებაზე ისაუბრა და მას ახალ პოსტზე წარმატებები უსურვა. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ და სახელმწიფო აუდიტის ახალმა ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა, რომ წინამორბედის მიერ დაწყებული რეფორმები და კურსი გაგრძელდება. მისი მთავარი მიზანი კი უწყებისთვის სანდო რეპუტაციის შენარჩუნება იქნება. წარდგენის ცერემონიას სახელმწიფო აუდიტის ყოფილი თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილიც დაესწრო, რომელმაც ყოფილ კონტროლის პალატაში გატარებული 4 წელი შეაჯამა და გატარებული რეფორმები შეაფასა. ხონდა კონსულტაციები პრეზიდენტთანაც, პრემიერთანაც და ჩვენი ერთობლივი შეჯერებული პოზიცია იყო, რომ წარდგინა ბატონი ლაშა თორდიას კანდიდატურა. გუშინეს კანდიდატურა უკვე დამტკიცებული პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ასე რომ დღეს მე უკვე წარმოგიდგენთ ბატონ ლაშას როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურ აუდიტორს. გუშინეს გამოცხადდა, რომ ის საკონსტიტუციო ფუნქციები, რომელიც შეიქმნა სამსახურმა და ამ მიმართულებით რეფორმები გრძელდება. აქედან უბრალოდ იგივე ფორმით რაფორმებად დაგეგმა ლევანმა და რაც შეეხება ახალ ფუნქციას, რომელიც შეიძინა თვითონ სამსახურმა პოლიტიკური გაერთიანების მონიტორინგთან მიმართებაში მზად ვარ კონსულტაციები გამართვა ნებისმიერ პოლიტიკურ გაერთიანებასთან პირდაპირ ყველა პარტიასთან მიმართებაში იქნება თანაბარი მიდგომა. თანაბარი მიდგომა გულისხმობს იმას, რომ კანონი იქნება თანასწორი ყველა პოლიტიკურ პარტიასთან მიმართებაში.